Bravo, ჯადოსნური შუადღე დაიწყო. მოგესალმებით, ლევან ტაისონი ქართველია პრაქტიკულად უკვე და ჩვენი ძმა არის და ჩემი პაპუნა გადმოჯექი აქეთ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოქროს ფონდი მუშაობას იწყებს უკვე მესამე ეთერია და არ შეგვშლია. ეს არის ის ბიჭი, რომელზედაც მე არ ვიცი რა მემართება ჩემო მაკა. გიждები. იმიტომ რომ საოცარი მუსიკოსია, საოცარი ადამიანია, ერთგული ადამიანია და ძალიან შრომელი ადამიანია და ძალიან განათლებული მუსიკოსია. არ გაწითლდე, ყველაფერს სიმართლეს ვლაპარაკო. რა სიმართლე უნდა ითქვას, რა აუცილებლად. რასაკვირველია. და მაგის გარდა გამოჩნდა კიდეც, ხო? ესე გავხსენით დღეს ჩვენი გადაცემა თქვენით და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და გვინდა რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. საიდან შეიძლება რომ დავიწყო? სხვათა შორის ბოლო ბლოკი ანა ბანას გუნდია აქ. კი. უკარი ბავშვებს თვალი და ეგეც ძალიან მაგარი ამბავი. ანა ბანა ჯერ კიდევ რო არსებობს ამ ქვეყნის შემდეგ. უნდა იარსებოს. კი და თან ესეთი მაგარი საქმე კეთდება. მადლობა ზვიად ბოლქვაძეს აქედან. ნამდვილად. მე თუ ვეღარ მოახერხე. ჩემ თავზე რა ვიცი, რა გითხრათ, ეხა თბილისში ვარ. ჩამოვედი ცოტა ხნის წინ. საიდან ჩამოვედით, ესეც გვაინტერესებს. ბოსტონში ვსწავლობდი, ბერკლი დავამთავრე, ნუ ამ თემას უკვე აღარ დაუბრუნდები. მაგრამ ეხა ახალი ეტაპია ჩემ ცხოვრებაში, გადავედი ნიუ-იორკში და არ ვიცი, შევდექი უკვე ცოტა ახალ რეალობაში ცხოვრების სტილი. გადავედი, იმიტომ რომ აღარ ვარ სტუდენტი. მაინც ის დისკომფორტი აღარ მაქვს, რომ დილით ადრე უნდა გავიღვიძო და რაღაც დავალებებისთვის მზად უნდა ვიყო და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ბევრი სხვა ახალი სირთულეები შემოვიდა, იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად პირველად არის ის შემთხვევა, რომ ბოლომდე ჩემ თავზე მე თვითონ ვარ დამოკიდებული. ხო, ეხლა გაქვს გარდამტეხი პერიოდი, ხო? ფაქტიურად რაღაციდან, რაღაცა კონკრეტული გარემოებიდან გადადიხარ ეხლა სხვა რეალობაში. და იმ რეალობას უნდა მოერგო და შენც უნდა მოირგო რა. ბენდი აკრეფილი ყავს. ბენდი კი, აკრეფილი მყავს და აი ეხლა ზუსტად ამ პროცესში ვარ, რომ ვფიქრობ მინდა რომ ძალიან სწორი შემადგენლობა შევკრა იმისთვის. ტაისონი შენთან ერთად არის. ტაისონი აუცილებლად ჩვენთან ერთად. აუცილებლად. თქვენ ბერკლიდან მოდიხართ. მე და ტაისონი კი. ხო, აი საინტერესოა, რა სასტავია, ხო, როგორ შეკრიბე, საიდან გაიცანი, როგორ ხდება შენთვის რა კრიტერიუმებით თუ რა ღირებულებებით მოხდით ერთად და აი ასე შემდეგ, როგორ შეაფასებდი აი ამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი მუსიკის ენა როგორ მიაწვდინო მაყურებელს და როგორ მოყვედა რა. ისთან ერთად მე კონცერტზე თუ მივიდი რაღაცა ვინც მუსიკა არიცის, დგები და სხვა რიგში მივდივარ. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენის დროს და წარმოიდგინებით უმეტეს როცა უკრავ და ამ ენით ელაპარაკები. ბასზე ვინ ყავს? ლეო არ გინდა წაიყვანო? ამერიკაში? ლეო ძალიან მინდა რომ ამერიკაში წავიყვანო. იქნება აი, არ ვიცი, ეს ბიუროკრატიული საკითხები მოგვეგვარებინა ისე რომ ლევანი ამერიკაში წავიყვანო. და ხონძიც შენთან არის. ხონძიც, მე და ხონძი ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრობთ. და ნუ ეს არის რაც ძალიან მე ხელს მიწყობს ახლა, იმიტომ რომ ფაქტიურად ნიუ-იორკში არიან ყველა ვინც მე ბერკლიში ამ 4 წლის მანძილზე გავიცანი,
მთელი ეს მუსიკოსები უკვე ისინიც ნიუ-იორკში არიან და არ ვიცი, ნებისმიერ ეხა პირველ რიგში მე რაც მინდა რომ გავაკეთო არის რომ დავიწყო ჩემ პირველ სადებიუტო ალბომზე მუშაობა და ჩავწერო ნიუ-იორკში ეს ალბომი და აი ეხა ვარ ამ პროცესში რომ ფიქრობ პროგრამას და მე და შენ რასაც ბოდავთ ის რომ ნიუ-იორკში ჩაიწეროს არა ნეტა ვაყურებელი ინტრიგდება ეხა მოსებაში რაღაცა ისეთი იმითი მიდის ლა მე და შენ რომ ბოდავ და აი შენ რომ იქ რა და გავაგებინოთ ყველას რაზე არის ლაპარაკი რიგში თვითონ არ იტყვის და მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და საერთოდ იცით რომ მადლობისტი ვარ გიჯდები მადლობა რა თქმა უნდა იმისთვის რომ ძალიან ძიმე მდგომარეობა ქონდა მხოლოდ ქართულში იმიტომ რომ ძალიან ჩქარა დავიწყეთ დაბნეულები ვიყავით სივრცე ყველაფერი და პაპუნა ის ადამიანია რომელსაც როგორც კი დაურეკე ნიუ-იორკში მითხრა რომ მე ჩამოხვალ და მითხრა რომ მე აუცილებლად ჩამოვალ და ვიქნები შენ გვერდზე ისე რომ მაყურებლად მინდა რომ ამ ორ შაბათს უკვე გვიერთდება შემდეგ 6-ში ექნება ქათამაძის ტური 13-ში იქნება უპრეცედენტო შემთხვევა იმიტომ რომ ვაკეთებთ ინოლა გურგულიას და ეს იქნება პაპუნას ხედვა და ძალიან მნიშვნელოვანი ტურია ასეთია პაპუნა და ყველას ძალიან რაც მომწონს რომ ჩამოდის თქვენც იცით აი სულ აქ უამრავი საქმე ხდება და ჩართულია რამდენი ხანია რაც არ ყოფილხარ 22-ში ჩამოვიდა ბოლოს ძალიან ცოტა ხნის წინ ვიყავი ეგეც რაღაცა კონცერტებისთვის ხო ფაქტიურად არ ვიცი წავედი ნიუ-იორკში და ისევ ჩამოვედი აი ძალიან მალე მაგრამ მე მომწონს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა აი ეს რეჟიმი მომწონს რა და რა სიტყვი თვითონ აი ამ ჟანრში ვინც უკრავს საქართველოში თბილისში თუნდაც აი რა მდგომარეობა არის რამე სიახლე საინტერესო წინ გადადგმული ნაბიჯი რაღაც მოძებნე არიან ადამიანები რომელიც შენი თანამოაზრეები იქნებიან თუ აი როგორ არის რას ხედავ ამ სივრცეში ჩვენთან მეცით რა არის მაგ ამბავში წინსვლა ნამდვილად არის და თან ეხა ისე ხდება უკვე რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად რომ აი ამერიკიდან ჩვენი მეგობრები აქ არიან თბილისში არიან და ხა თუნდაც ტაისონზე რო ვიძახით რომ უკვე რაღაც ფაქტიურად ქართველია და თვითონ აი ხა უკვე თვითონ ცოტა ხანში თვითონ დაიწყებს უკვე სიარულს თავის ამბებს ანუ მე აღარც დამჭირდება უკვე აქვს კონტაქტები ისეთი აქ გამოუძახო ან რაღაცა და ეს ძალიან მაგარი რამეა და რაც რო გავა კიდე უფრო მეტი და აიცი რა მაინტერესებს რა სივრცეში შეუძლია მაყურებელს ეს სად ეტყვი რომ სად შეიძლება წავიდეს მსმენელს უბრალოდ რომ მოусმინოს ამ ტიპის მუსიკას ვისაც უყვარს ხო ეს მუსიკა და ძალიან უნდა სხვათა შორის და შეიძლება არ იციან ხო ბუნებრივია რომ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს სად შეიძლება წავიდეს და ხარისხიან მუსიკას მოусმინოს ზინგერში ასეთი ადგილები ხო აი აუცილებელია მაყურებელმა მინდა იცოდეს სად მოეტყვი რომ წავიდნენ და მოусმინონ ზინგერი არის ნამდვილად ალბათ პირველი რაც მახსენდება არის ზინგერი ყველაზე მიახლოვებული კი არა და ჯაზ კლუბია უკვე კი ნამდვილად კარგი თბილისში და ზურა რამიშვილს კიდე ყველაფრისთვის მადლობა ხო ასე რომ დაგუგლეთ ზინგერი და შეგიძლიათ პირდაპირ წახვიდეთ და აი ეგ არის ზუსტად ის ადგილი სადაც ბევრი ძალიან საინტერესო აი იცი რა ეხლა ძალიან აი ნადრიკამაც იცის აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა როცა ბაზა გაქვს რომ მუსიკოსები ერთმანეთს იცნობენ აი როგორც კლუბი როგორც მხატვრები ხო როგორც ხდება რა შემოქმედებით ხდებიან ისინი ვითარდებიან ორში ზაზანოვაში აქვს კონცერტი 4-ში გაქვთ შენ და ნინო ქათამაძეს და ყველას ერთად ფაბრიკაში 4-ში ეს კონცერტი არის Silk Factory სტუდიო, ესე ქვია, აბრეშუმის ქარხანაში. ნინოს სოლო კონცერტია. აი ეს კონცერტი არის ერთ-ერთი, რომლისთვისაც ეხა ისე ძალიან ინტენსიურად ვემზადებით, რეპეტიციები გვაქვს ყოველ დღე. ახალი ნინომ დაიმატა რაღაცა ახალი ბრასების
შემადგენლობას იმებიანი, ახალ სიმღერებს ვაკეთებთ, ახალ არანჟირებებს. ძალიან საინტერესო. და არ ვიცი, ამ კონცერტისთვისაც მინდა ვისარგებლო ახლა ამ შემთხვევით და თუმცა ასანამ მაქამდე მიხვიდოდი. მაინც საინტერესოა, არა ირაკლი? საინტერესოა, აი ნიუ-იორკში რა სირთულეებს, აი რა იყო ყველაზე რთული, რასაც შეეჯახებ, თქვათ, უცხო ქვეყანაში, საქართველოსდან წასული ადამიანი, რომელიც თქვათ შეიძლება ბევრი კონტაქტები ალბათ პირველი პერიოდიდან არ გქონდა, რა იყო პირველი სირთულეები, რისი დაძლევაც მოგიწია იმისთვის, რომ რისთვის ვთიცი ამ კითხვას, რომელსაც აქვთ უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ცოტა შეშინებულები არიან, ცოტა ნაბიჯს ვერ დგავენ, მაინც რისკი აუცილებელია, მაგრამ აი შენ რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ ეს ნაბიჯი გადადგან, მაგრამ მაინც რაღაცა სადღაც ეშინიათ. იცით რა არის, მე აი ეხა უკვე იმ განვლილ 4 წელიწადს რომ გადავხედავ ხოლმე, ცოტა სხვა დასკვნა გამოვიტანე. აქამდე ვიძახდი ხოლმე, რომ აი რაღაც არ ვიცი, ანუ ადაპტაციის მხრივ სიტყვაზე იმ ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა თუ რაღაც. მე მგონი ჩემი მთავარი პრობლემა რო ჩავედი იყო აი ეს გახსნილობა და აი კომუნიკაბელურობის პრობლემა, რასაც მე საერთოდ აი ისე ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, სულ მუშაობ ამაზე. იმიტომ რომ ვთვლი რომ მაქვს ამაზე სამუშაო და ეხა უკვე ვამჩნევ რომ აი ეგ ეტაპი გავიარე და ბევრად უფრო თავისუფლად და ისე ვარ რაღაც ვცნობ რომ აი ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ თითქოს გამთავისუფლდი აი ეს ინგლისური ენაც ძალიან ჩემი გახდა და ფაქტიურად არ არის მეორე ენა, ანუ მე მგონია რომ კომუნიკაცია მაინც იმიტომ რომ ზუსტად რო გინდა რომ გააგებინო ადამიანს რაზე არის ლაპარაკი. კი, მუსიკის ენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასობაში გჭირდება კიდევ რომ ხო, კონტაქტო რა. ძალიან მნიშვნელოვანია, კონტაქტია ძალიან. მეტი ისე პერსპექტივა და მეტი რაღაც მაგარი ამბები მოაქვს, მე მგონი არის ეს, რომ გახსნილობა, სოციალიზაცია მაქსიმალურად სხვადასხვა მუსიკოსებში, ყველა მუსიკოსთან, იმისთანაც კი ხელი მიგიწვდება და ვისაც ყველა ვარსკვლავთ. აი ბერკლის თემა ეგ არის, იცი რომ ყველა დიდი ვარსკვლავი იქ მოდის ამ ბავშვებთან და შენ გაგუყვა. საინტერესოა მუსიკალურად რა მოგცა, ანუ თვითონ გეოგრაფიულმა ცვლილებამ გასაგებია რომ განათლება მიიღე ბერკლიში, ანუ შენთვის რა განვითარება იპოვე მუსიკაში, თვითონ მუსიკის კეთების დროს? თვითონ მუსიკის კეთების დროს ვისწავლებ მაგალითად მაგას ეძახიან awareness, ანუ მოსმენა, სულ ყურადღება რომ რა ხდება, იქ ის რას აკეთებს, იმას ხო უნდა გავყვე, ანუ ერთმანეთის მოსმენა, ესე იგი ოფრა კარგი რამე თქვა. ჩვეულებრივ რომ ადამიანებსაც გჭირდება ერთმანეთის მოსმენა. რა კარგი, თუ მუსიკალურად, თუ ვერბალურად. აი უშუალოდ თეორიული განათლებაც რა თქმა უნდა ბერკლიმ მომცა, რასაც ხა კონკრეტულად არ მოგიყვებით, რა არის, მან რა ხდება შიგნით. ხო, ესე ძნელი იქნება მაგის გადმოცემაზე და მთელი გადაცემა უნდა დაუთმო რა თქმა უნდა. მე მაინტერესებდა ძირითადი კომპონენტები, რაც შეკარი და დღეს შენ ჩამოყალიბდი ასეთი ტიპის მუსიკოსად, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, ძალიან პერსპექტიული ადამიანი ხარ, ძალიან ახალგაზრდა და სულ მინდა მაინც რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს გზა აქვთ უკვე არჩეული, ქონდეთ აი ხალისი და мотиваცია, რომ სხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის, ასეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც არის ამერიკა, რა შეიძლება, რა მწვერვალები დაიპყრონ და რა გზა გაიარონ, თუ მწვერვალებს დაუშვათ, ახლა არ არის მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ის სავალი გზა რომ არ ქონდეთ ცოტა ესეთი და ამიტომ რადგან ხარ შენ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ იარე აი ამ ხელა რამდენი წელი დაგჭირდა იმისთვის, რომ აი დღეს თქვა, რომ რაღაცა ეტაპი გადალახე და ნაბიჯი გადადგი. მე-5 წელი დაიწყო, რაც მე-5 წელი. ამერიკაში წავედი. პირველად ერთი დეკადა. 5 წლიანი დეკადა. 5 წელი და იცი მე რა მაინტერესებს. მაგალითად შენ ჯაზის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შენი სპეციალობა.
რამდენად უნდა უსმენდეს მუსიკოსი ყველა ჟანრს? მე ასე მგონია, რომ ყველა ჟანრი უნდა იცოდეს. და აი ეს მე ჩემთვის მაინტერესებს ეს. მე ვიტყოდი რომ ანუ ცუდი ამაში არაფერი არ არის. ხო. ალბათ მანდ უკვე ყველაფერი ნათქვამია რომ რაც მეც მოусმენდა რაღაც ფართო ის გექნება მით უკეთესი და ეს რაშიც თამაშობს მე დიდ როლს არის ის რომ უკვე შენი მუსიკის წერას რო იწყებ საავტორო მუსიკის წერას ხო რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი მიმართულებით გაქვს ყური განვითარებული ის მთელი შენი ხა რუსული სიტყვა გამახსენდა აი ბაგაჟს რო ეძახიან ხო უკაცრავად ეს ყველაფერი მე რა თქმა უნდა აი შენ ისე გიშველა კლასიკურმა მუსიკამ რო არ ვიცი კი კიდე ცალკე და ეს კიდე ცალკე თემა შუბერტს რო დიდი მადლობა შუბერტს და მოცარტს რო დაუკრავე თუ არა ისეთი მომენტები ნიუ-იორკში თუ სადაც სწავლობდი რომ აი კრიტიკული პერიოდი იყო და ფიქრობდი რომ ეხლა დავყრი ყველაფერს და წავალ საქართველოში დავბრუნდები ეგეთი პერიოდი ნამდვილად არ მქონია. რა საინტერესო. რა ის კარგია ეგ პრინციპში, იმიტომ რომ ყველა ამბობს რომ აი რაღაც მომენტში კრიზისი ქონია და უფიქრია რომ ხო ჭირს იყოფნა და ძალიან მშვიდი ადამიანი ხა ეხეთ რომ გისმენ იცი როგორი სიმშვიდე აქვს რომ მე მგონია ჯგუფისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ხო აი ეს ენერგია რომელსაც აძლევს შენეთყობა ამშვიდებ ყველას და რაღაცა წონასწორობა და ბალანსი ხდება და ამიტომაც არის რომ ესე იარე ძალიან წარმატებული. თავის ენერგიას როიალთან შვება ყველაფერს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ შეგიძლია ინსტრუმენტთან იჯდე და ყველაფერი. შვიდად რაღაცა აჯაზო, რასაც ქვია ხო? ეს არა მშვიდათაცა კარგად აჯაზო. შვედივრად გავაზდეს. კი, უბრალოდ მე ვამბობ ენერგეტიკა აქ აი ესეთი მშვიდი რომ ზის და გვეკონტაქტება. აი მეც რაღაცნაირად ისეთ მივყუჩდი, მივშვიდი და მანამდეც აი ამ კლავიშებს რო ეხებოდა და ბგერანი ჩემზე ძალიან მოქმედებს, არ ვიცი, ვიღაცა ყველაზე მოქმედებს მუსიკალური ბგერა, მაგრამ მე განსაკუთრებით სენსიტიური ვარ. აი შეიძლება რომ უცებ ემოციური ტიპი ვარ საერთოდ და შეიძლება უცებ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენოს ან რაღაცა სევდა მომგო აი განსაკუთრებულად მოქმედებს რა ამიტომ აი ეს ბგერა რომელიც თქვენ გაქვთ ძალიან ესეთია მშვიდია რაღაც ჰარმონიაში მოდის ესე იგი ხასიათიდან გამომდინარე ეს სავარაუდოდ ხასიათიდან გამომდინარე კი საერთოდ როგორი ის ხასიათის პატრონიც ხარ ზუსტად უკრავ მაგას ვერაცდები და ვერ დამალვა ეგ არის ალბათ ძალიან მაგარი რამე რომ მუსიკაში ვერ მოიტყუები რა ყველაზე დიდი ბედნიერი ახლა გეგმებზე რო გვესაუბროთ ნუ ეხლა ამ პერიოდში ეს პირველ რიგში ნინოს კონცერტი არის რაც ახლა ყველაზე ახლოს არის 20-ში იქითკენ წადი 20-ში არის უბრალოდ ეგ ამბავი და აი მარინასთან კიდე ცალკე მხოლოდ ქართულის ტურებისთვის და ნიუ-იორკში გეგმებზე უნდა დაიპყრო აი ესეთი ჟინით ხარ კი ეგეთი ვარ აბარა 15 იანვარს ბრუნდები უკან და ვიწყებ პირდაპირ გეტყვით ხო აი არ ვიცი ვიწყებ ჩემ პირველ სადებიუტო ალბომზე ხა მუშაობას ჩემი კომპოზიციების არანჟირებას და არ ვიცი რაღაც კონკრეტული ვადები არ ვიცი მაგრამ ალბათ უახლოესი თვეების მანძილზე აი ესეთ ბასზე ვიყავს ბასზე იქ ჩემი ამერიკელი ბასისტი იქაც ისიც ბერკლიდან მაგთა უნდა ვარჩიო ზუსტად არ ანუ ბასი დრამი და შენ ხართ და ხონცი და საქსაფონი სავარაუდოდ იქ ვიღაცები დაგვემატონ და ასევე თებერვალში და მარტში მოდის კიდე ნინოს კონცერტები ნინოს ახალი იქ თუ აქ არა ევროპაში გვაქვს რამდენიმე კონცერტი თებერვალში რაღაც ახალი ტურის ფუნდამენტალურად შენ ხარ იცი რა ძალიან მომწონს რომ ეს
ჩვენი მუსიკოსები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, აი აბსოლუტურად არ კარგავენ კონტაქტს თავის ქვეყანასთან. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და აი იგივე ეხა ამის დათანხმება მხოლოდ ქართულში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აქვე მინდა გკითხო, რა შთაბეჭდილება დაგჭა ბავშვებზე? ძალიან დადებითი სხვათა შორის, რა ვიცი. ჩემზე რა შთაბეჭდილება დაგჭა არ გკითხო. ნაკიშარზე. მაგრამ აი იქვე რაღაცა 5 რეპეტიცია გქონდა ჩვენ თუ 4-ჯერ. აი პერსპექტივას ხედავ ვინმეში. კი, ყავს კიდევაც უკვე. ყავს. ალბათ მე და შენ ერთმანეთს შევთანხმდებით მაგასთან დაკავშირებით. კი, რა ვიცი, მე რაღაც არ მიგრძნია მაგალითად ის, რომ აი დამწყები მომღერლები არიან მაგალითად და რაღაც ზედმეტი მითითებების მიცემა არის საჭირო, ანუ ძალიან ისე კარგად მიდის რეპეტიციები და კარგად მუშაობენ მუსიკაში. იცი რა, YouTube-ისტი ბავშვები არიან, ეგენი პრინციპში, ამას თავის პლუსიც აქვს და თავის მინუსიც, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ზედმეტად მე ვღელა ვოკალისტებში, რომ კოპირება არ წავიდეს ამ ქრონიკულად YouTube-ში ჯდომას, იმიტომ რომ მაგრამ ქართული ისეთი რამეა, აი რატომ მოვინდომე კიდევ ქართული. იქ ამ პარალელს ვერაფრით ვერ შვებ და ჩვენ ყველაფერს ვარღვევთ. ყველა ტურზე და ყველა ტურზე ყველაფერს დავარღვევთ და დავანგრევთ. იმიტომ რომ ეს ბავშვები მე ასე მგონია ჩემი გადასახედიდან, რომ უნდა შეეხონ ახალ ჟღერადობას, ახალ რაღაცა ჩარჩოს. და მაშინ მივიღებთ მუსიკოს, რომელიც ქართულსაც იმღერებს, ინგლისურსაც იმღერებს, იაპონურსაც იმღერებს და პორტუგალიურს. ალბათ. თუმცა მაგრამ ქართველისთვის მაინც ქართული იმდენად იდენტობასთან აქვს საქმე, რომ შეუძლია უფრო მარტივად დაანგრიოს ეს ჩარჩოები, თუ პირიქით არის, აი საინტერესოა. აი იცი რა, ზოგი ძალიან სხარტია და მალე მოყვება და რო იგებს აი ამ ჟანრების ხვაობას მოყვება, ეს ძალიან დიდი რეზულტატი მოაქვს მე ამათ. ახლა კონსერვატორიაში მოცარტი რო გვესწავლა და მეტი არაფერი. შოსტაკოვიჩი ამ მრავალფეროვნებისთვის მე ვთვლი, რომ YouTube მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ის შესაძლებლობა, რომ ვიღაცა თუ მოგწონდა. არა, ვიღაცა იმაზე რა ქვია, საკრავ ფირს ან სადღაც თუ მოვიპოვებდით ამას მაგრამ მინდა გითხრა, რომ მაინც ძალიან სერიოზული მუსიკალური განათლება გქონდა სმენის მხრივ. ვეძებდით, იმათ ერთი უნდა დააჭირონ. ხო და ეს ინფორმაციის წყაროა და ინტერნეტი ინფორმაციის წყაროა. როგორ დამაინტერესა ახლა ფავორიტმა, იმიტომ რომ მე ძალიან ინტენსიურად ვუყურებ მხოლოდ ქართულს, ძალიან მაინტერესებს ყოველ ჯერზე ვინ გამოიკვეთება და ვინ იქნება საინტერესო ვოკალური მონაცემები, ხასიათი თუ რა ჟანრი. აი ყველაფერი ყოველთვის ძალიან ისეთი ინტერესით ვადევნებ თვალყურს და მაინტერესებს ახლა უკვე თქვენი რო ამბობთ რომ ფავორიტი არა არ შეიძლება. რატო ხო ამბობ ხოლმე? არა, ეხა მუსიკალურ პროდიუსერმა მეგრო თქოს და კიდე ეს აკეთებს იქ ძალიან უყედ და ეგ არის. ჩვენ თვითონ მივხვდი. გავაკეთებთ იქ მოვხაზავთ იმ მუსიკალურ ნომრებს და კარგით, ხო ეს იქნება მიკარდებული. ძალიან მიხარია დღეს რომ ჩვენთან ხარ და მეც ძალიან მიხარია და ესეც მინდა. და მე ვერაფრით ვერ გაგიშვებ. ჯერ ერთ კიდევ ერთხელ მადლობა იმ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს იქით რო არიან და ტაისონს კიდე ესე და ლეოს როგორ მიყვარს სრულიად საქართველოს მიცის. პაპუნა ვერ გაგიშვებ ისე და ბიჭებს არ ეწყინებათ. მე მაგ ერთი, ნუ არ ვიცი, ავანტყოფობა ალბათ ეს. პაპუნას რო ვხედავ, მინდა რომ მარტო ეგ და როიალი იყოს. აი ეს იმიტომ რომ აი აბსოლუტურად სადღაც მივყავარ და ისე ვერ გაგიშვებ. რაც გინდა რაც შენ გულს გაეხარდება ამ წუთში, გთხოვთ. და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ყველაფრის. მადლობა გილოცავთ ახალ სტუდიას, ახალ ტელევიზიას. ჩვენ მაინც ბაგრად ვიქნებ. ახალ წელს. ახალ წელს რაც თავარი ახალი გამოწვევებით. აუცილებლად და იმედიათ ხშირად გესტუმრები. ეჭვიც არ მეპარება, როგორც კი ჩამოხვა. მე როგორი სიმშვიდე მოდის ადამიანისგან არ ვიცი.
გავიდა
რთული წელი. სულ 3 გადაცემა გქონდა ჩვენ, მაგრამ ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს იყო ჩვენი გამარჯვების 3 გადაცემა, იმიტომ რომ რთული იყო ეთერში ყოფნა, რთული იყო ამის დაწყება და მე ასე მგონია რომ გავართვით თავი და ასე ვთქვათ ოქროს ფონდის შექმნა დავიწყეთ. გეგმები რა გვაქვს? გეგმები მე პირადად ძალიან ოპტიმისტი ვარ და თქვენ ეს იცით. და ისეთი ადამიანები ვართ ერთად, რომლებსაც ძალიან ბევრი რამე გვინდა 2020-ში. და გვაერთიანებს ყველას ღირებულებები. მე მინდა აქვე მე პირადად დავდო პირობა, რომ იქნება ძალიან საინტერესო ეს 2020 წელი. იქნება ბევრი გამოწვევა, იქნება ბევრი ადამიანის აქ მოსვლა და გაცნობა. ზოგი ასეთი იქნება, ზოგი ისეთი იქნება, მაგრამ ვეცადოთ მაყურებლისთვისაც, რომ ეს იყვნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, ძალიან საინტერესო მუსიკოსები, რომლებიც შევლენ მათ სახლში, შეუყვარდებათ ისინი და დაიწყება ის, რომ ნეტა კიდე როდის მოვა და ნეტა სიახლე რა არის, ნეტა ყოველ კვირას ახალი რა ექნებათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვენი გამოწვევა და მე ასე მგონია, ცხოვრებაში ყველა ესე მოვდივართ და ესე მოვედით აქამდე. აუცილებლად სერიოზულად კარგი წელი იქნება, გამარჯვებებით სავსე, რისი იმედიც მაქვს. ნადრიგ, შენ როგორ განწყობა? მე კეთყვი შეიძლება. ხო. მე რა მინდა იცი აღვნიშნო, რომ პირველ რიგში გავხდი მრავალშვილიანი დედა. აი ამ სიბერეში. კარგი გაგებით სიბერეში. ნუ იტყვი მაგას, რომ სიბერე ეს რაღაცნაირად კარგი გაგებითაც შეიძლება წარმოიდგინო, იმიტომ რომ ამ ასაკში კიდევ ერთი ოჯახის წევრი შემოგვემატა და წლის დასაწყისში გახდა 1 წლის თომა და ძირითადად ჩემი ძირითადი დრო ეთმობათ ბავშვებს. მაგრამ ამასობაში მაინც სულ ჩართული ვარ შემოქმედებითად, სულ რაღაცა გეგმები მაქვს, სულ რაღაცა პროექტები მაქვს, სულ ვცდილობ, რომ ვიყო აქტიური მოქალაქე. ვიყო ყოველთვის რაღაცა ბეწვის ხიდზე ვიარო და გვერდიდან შევაფასო და მქონდეს ჩემი პოზიცია იმ მოვლენების მიმართ, რაც ჩემს საყვარელ სამშობლოში სულ ესე ქარტეხილივით დაგვატყდება ხოლმე თავზე და სულ რაღაცა იცვლება, სულ ისეთი დაძაბული სიტუაცია მერე განიმუხტება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში შემოქმედებითი კულტურული სამყარო სულ მუშაობს, ხო მართალია. ამიტომ აი ამ წლის ბოლოს ძალიან ბევრი რო არ ველაპარაკო და რაც ჩვენ გამოვიარეთ და რაშიც ჩვენ რაღაცა დავიხარჯეთ და რამდენადაც მძიმე წელი იყო, ამდენად გამარჯვებების წელიც იყო, არა? შეიქმნა 2020 როგორი იქნება? იცი რა არის? ამასობაში არა, ჯერ ეს წელი მინდა დავამთავრო, რომ ამ წელს მოხდა რუსთავი 2-ის დახურვა და შეიქმნა ბევრად უფრო საუკეთესო ფორმით და კონტენტით არხი, რომელსაც ქვია მთავარი. ამ მთავარში ცით რაღაცნაირად გაერთიანდნენ იმ ღირებულებების ადამიანები, როგორც მე ვიცი. რა სიხებს შენ ეძახი. ხო, მე ვამბობ, რომ იმ ფასეულობები და იმ ღირებულებებით ადამიანები, რომლებიც სულ იბრძოდნენ, სულ რაღაც ახალს თავაზობდნენ, სულ ყოველთვის ჰქონდათ იმის შეგრძნება, რომ ობიექტურად უნდა შეეფასებინათ. შეიძლება სუბიექტურადაც, მაგრამ ეს შენი ღირებულებაა და ამისი გახმოვანება აუცილებელია. იყო
რა თქმა უნდა, იყო შემფასებელი, იყო ძალიან ისეთი კონკრეტულად დამნახველი რაღაცა გარემოებების და ამასობაში მოხდა ისე, რომ მეც გავხდი ამ გუნდის წევრი. გავხდი გუნდის წევრი არაჩვეულებრივი გადაცემის, რომელიც მართლა უპრეცედენტოა და ძალიან მინდა მაყურებელმა შეიყვაროს, იმიტომ რომ ჩვენ მინდა გელაპარაკოთ ძირითადად კულტურაზე. რა თქმა უნდა, იმასაც არ გამოვტოვებთ იმ მოვლენებს, რომელიც ხო ძალიან აქტუალურია და ყველას გვეხება და ეხლა ჩვენ მარტო ჩიტებზე ვილაპარაკოთ და ამასობაში აქ რაღაცები ხო მძიმე ამბებიც ხდებოდეს და ჩვენ ეს არ აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა ესე არ იქნება, მაგრამ ჩვენი ძირითადი ხაზი იქნება კულტურა და შემოქმედება, რაზეც დიდი სიამოვნებით და დიდი სიხალისით ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ქართველი ერი ზოგადად არის შემოქმედებითი, ძალიან შემოქმედებითი ხალხი ვართ. ძალიან გვიყვარს მუსიკა, ძალიან გვიყვარს ხატვა, ფერწერა და აქამდე მოვედით რაღაცნაირად აი ამ შემართებით, რომ დიდი ისტორიის პატრონები ვართ და გვაქვს ძალიან დიდი აი ესეთი გამოცდილება ამ ნიჭიერი ვართ. ძალიან ნიჭიერი დავარია პროგრესი კონდეს. პროგრესიც არის, იცი მარინა. მიუხედავად აი ამ დაბრკოლებების და ბარიერების, რაც გვექმნება, ხო, თუ ფინანსურად, თუ პოლიტიკურად, თუ რაღაცა გაუგებარია ყოველთვის გვაქვს მაინც აი ეს ვარსკვლავები, რომლებსაც ვაფრქვევთ და რომლებიც არა მარტო აი ამ მემაში ხარშება ჩვენ ჩარჩოებში, არამედ მუდმივად გავდივართ ფარგლებს გარეთ და ვაოცებთ მთელ მსოფლიოს. და ნუ ეს რეალობაა. ამასში ვერავინ ვერ შემედავება, ეს ყველა მიცის და ასე რომ ეს წელი მთავრდება ისე, რომ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები ჩვენ გადაცემასაც. მოვთელავთ უფრო კარგად, ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ და დარწმუნებული ვარ გვექნება იმდენი საინტერესო ამბები, რომ ვერ დაიტევს ის დრო, რასაც ჩვენ ეთერში აი ამ ქრონომეტრაჟით ვთავაზობთ მაყურებელს. ასე რომ ყოველთვის გვიყურეთ, დაგველოდეთ და მე ვიქნები თქვენთან ერთად, თქვენი მონამორჩილი, მაკა. ახლა კი ირაკლის მინდა ვთხოვო, ძალიან საინტერესო ამბავი აქვს სხვათა შორის ქართული ჟურნალის სახით. მაგრამ წინასწარ ვიტყოდი, რომ ჩემთვის საკმაოდ რთული წელი იყო, სირთულეებით სავსე, მაგრამ აქვე ვიტყოდი, რომ მე მადლობელი ვარ ამ სირთულეებისთვის, იმიტომ რომ როგორც იტყვიან, რაც არ გკლავს, ის გვაძლიერებს. და რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა არის და აღმახტოვანა, ესე ვთქვათ, ამ გამოწვევა არის, რომ აღმოჩნდი მთავარზე, რომლის გულშემატკივარიც მე ვარ და რომელიც ვთვლი, რომ ზუსტად რომ მნიშვნელოვანი პროგრესული ფასეულობების მქონე ადამიანებს აერთიანებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე ვიტყვი აუცილებლად, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ბევრი საინტერესო კულტურული მოვლენა მოხდა ამ წლის განმავლობაში. მე სამს გამოვყოფთი აქედან, ვინაიდან ყველაც ჩამოთვლით, რა თქმა უნდა, დრო არ გვეყოფა. ერთი ის, რომ ჩემი საყვარელი ფესტივალი თბილისი Open Air გახდა 10 წლის, მას ჰქონდა საიუბილეო წელი. 70-ია. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ესე ვთვლი. აქვე ვიტყვი, რომ დაფუძნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, წინანდლის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა და ისეთი ვარსკვლავები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც განებივრებულები ჩვენ არა ვართ, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. და ქართული გამოცემა, რაც მახარებს ხოლმე, როდესაც ამას ვიძახი, ამარტა გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე და აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი გამოცემა მთელ SNG-ს ქვეყნებში, რომელიც საერთაშორისოდ იყიდება. ის იყიდება შეერთებულ შტატებში, არის Barnes & Noble-ს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამოცემების და წიგნების მაღაზია. იაპონიაში, ევროპის 14 ქვეყანაში, შედის კატარში, თურქეთში,
კიდევ ჰონკონგში ძალიან ბევრ ქვეყნებში და ეს არის ისტორიული ჟურნალი, ვინაიდან ის გამოვიდა 2000 წელს და პირველი მაღალ პოლიგრაფიული ჟურნალი არის ამიერკავკასიაში, რომელმაც ასე ვთქვათ დაიპყრო. უმაგრესი გოგოა ამის სათავე. ამისთვის აუცილებლად უნდა გადავუხადო ირინა ყაჭეიშვილს მადლობა. ძალიან დაუპატიჟოთ აუცილებლად. აუცილებლად ძალიან მაგარ გოგოს. და მე შეგირჩიეთ ორი თემა ამ ჟურნალიდან, აქვე ვიტყვი რომ ის ორი ყდით გამოვიდა საქართველოში და სოფლიოს მასშტაბით. პირველ ყდაზე არის გამოსახული ლეილან და რომელიც არის მას ეძახიან ახალ ნაომი. მე ვიტყოდი რომ ბევრად მირჩევნია ნაომის. ძალიან ლამაზი არის. ის ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა საქართველოში იმისთვის რომ გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ძალიან რთული პროცესი არის ამისი შექმნა. ფოტოები გადაიღო გრეგორი დეჯევიევმა და კოლექცია შექმნა დათუნა სულიკაშვილმა. ეს არის მიძღვნილი ძალადობის წინააღმდეგ, ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს და გირჩევთ რომ აუცილებლად გაეცნოთ შიგნით მოცემულობას, რაც არის ამ ფოტოსესიასთან დაკავშირებით. მეორე ყდა არის მიძღვნილი პიტერ ლინდბერგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიღო ძალიან საინტერესო ასევე ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა აქსელ იანსენმა. მოგეხსენებათ, რომ ლინდბერგი იყო ეპოქალური მოდის ფოტოგრაფი, რომელიც ამ წლის სექტემბერში გარდაიცვალა და მასთან არის დაკავშირებული ფოტომოდელის მცნება, იმიტომ რომ მას თითქმის ყველა ცნობილი მოდელი და დიზაინერი და ყველა ყდაზე არის ნამყოფი. შიგნით არის წარმოდგენილი იოჯი იამამოტოს სულ ბოლო შემოდგომა ზამთრის კოლექცია, ჟურნალი მაგნიტომეტყოები და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასევე აქ არის წარმოდგენილი იოჯი იამამოტოს ექსკლუზიური ინტერვიუ. ნუ წარმოიდგინეთ რა იმაზე გადის, როგორი მასშტაბი აქვს და რა მასშტაბი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ იოჯი იამამოტო ინტერვიუებს აღარ იძლევა საერთოდ და ამარტამ შეძლო რომ მოეპოვებინა ეს ინტერვიუ. ირინა ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან. ნაკედან გესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ შენ შეძელი გაგერღვია. აი ეს რაღაცა წრე და გადაგედგა ასეთ. ეს არის ძალიან დიდი შრომის და დაუღალავი შრომის. მისი გენიალური ტვინის. სხვადასხვა ეს რაღაც ტრენდია ახალი, რომ ჟურნალს ერთი და იგივე შიგთავსით აქვს სხვადასხვა მეც მოვხვდი ამ ყდაზე, ეს იყო რამდენი ხნის წინ, რაღაცა 2 წლის წინ, 2 წლის წინ იყო და იქაც მაგ 2 ყდით იყო გამოსული და ის ჟურნალიც არ ჩვეულებრივ, უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით გასული საერთაშორისო. ეხლა კი გავაგრძელებ ორი ძალიან საინტერესო ადამიანის კოლაბორაციით, ეს არის მაკა ასათიანი და ჯაბა დიასამიძე. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანი. მათ გახსნეს, მე ესე დავარქმევდი, კულტურული მექა ბარსელონაში. ეს არის კონცეპტ სტორი, ანუ კოლექციები, ტანსაცმლის სპეციალურად ირჩევა დარიალისთვის, დარიალი ქვია ამ სივრცეს. არის წიგნების მაღაზია, სადაც არაჩვეულებრივი წიგნები არის წარმოდგენილი და რაც თავარია, ეხლა ჩანს მაყურებელს შეუძლია დაათვალიეროს, ესეც ექსკლუზიური ფოტოები არის. აქვე ვიტყვი, რომ მაკამ არც ერთ საერთაშორისო გამოცემას არ მისცა შესაძლებლობა, რომ გადაეღოთ ის ამ დარიალთან დაკავშირებით, მხოლოდ ამარტას აქვს ეს ექსკლუზიური ფოტოსესია, რომელიც არის წარმოდგენილი ჯაბასთან ერთად. და წარმოდგენი აქვე არის საგამოფენო დარბაზი, რომელიც მაკა ჩამოსული იყო ეხლა და მომიყვა, რომ სრულიად გასაგიჟებელი თანამედროვე არტისტები იქნებიან წარმოდგენილი. აი ესეთი კულტურული მიქსი არის და აქვე ამოვიკითხავ ჯაბას პატარა ციტატას მისი ინტერვიუდან. ჯაბა ამბობს, რომ დარიალი მომდინარეობს სპარსული ენიდან და ნიშნავს კარიბჭეს, რაც სწორად იმის მეტაფორაა, რისი გადმოცემაც გვინდოდა, ჩვენ გვინდა რომ დარიალი იყოს ერთგვარი ღია კარი ან პორტალი ახალი ეპოქისაკენ თავისი კოსმოსური განზომილებით. აი ესეთი კოსმოსური განზომილებით. ასეთი ქართველები ყავს. და რაც თავარია, ეს არის ქართული პროექტი, ქართველები აკეთებენ ამას და აი ამდენი საერთაშორისო
აღიარება გვაქვს ქართველებს, რითაც ამიტომ აუცილებლად 2020 იქნება გამარჯვების და აი რაღაცა გაბჭყვიალების წელი. და უნდა გაბჭყვიალდე. ეხლა ვიცი რომ მარინა შენგან კიდე მომზადებული რაღაცა. კი, იმიტომ რომ მაინც წელი მთავრდება და მაინც მე რაღაცა სინანული მომყვება სულ, იმიტომ რომ მართლა საოცრად დიდი ოქროს ფონდი დავტოვე რუსთავი-ორში, რომელსაც ვერ შევეხები ვერასოდეს, მაგრამ ისევ და ისევ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც პატარა დროში უნდა აქაც შეიქმნას ეს მუსიკალური ოქროს ფონდი, რასაც ვამბობ და დღეს ჩვენი სტუმარია მაესტრო ზვიად ბოლქვაძე, რომელიც არ ვიცი ხაქედან მე აქ დავისვავ და სიყვარულს აუხსნი და ანაბანას გუნდი. ჩემთვის ძალიან ბევრი კარგი არტისტი მოდის ანაბანიდან და ეს უკვე ძალიან ბევრი წელია. და ასე დავზარდეთ ბავშვები, სტუდიაში იწყება მერე მათი განვითარება, ვიყვანთ პატარა ასაკიდან და ასე ვაყენებთ ფეხზე. ზვიად გთხოვთ მუსიკალური ნომრით და მერე შემოგვიერთთ. რა შეგვისრულებ? Armstrong-ი. So pretty in the sky are also the faces of people going by. I see friends shaking hands, saying how do you do? They really say I love you. I hear babies cry. I watch them go. They'll learn much more than I'd ever know. And I think to myself, what a wonderful world. Yes, I think to myself, what a wonderful world. Bravo. ზვიად მომზადდით. დიდი მადლობა ბავშვებო. ოქროს ბავშვები. კი, ნამდვილად. გამარჯობა. ზვიად. საჩემეძლო წელი დამესრულებინა ისე რომ აქ არ მოსულიყავი და
ჩვენი რესპონდენტი ხო აი შექმნა ნამდვილი განწყობა და ხაპარი ახალი წელი ყველაფერი ერთად და რაც თავია პოზიტიური ემოცია ბევრი არ ვიცი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გამრჩეულად მიყვარს სიტყვა მადლობა და ბევრი რამისთვის მინდა ამ ადამიანს მადლობა გადავხატო იმისთვის რომ ამდენი წელი ერთად ვართ იმისთვის რომ ასეთ ბავშვებს უზრდი შენ ქვეყანას ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ზდიან ბავშვებს მე ვიცი როგორ ფონოგრამა პლუს ფონოგრამაზე პირს აღებინებენ და ძალიან გაბრაზებული ვარ ამაზე და ეს არის მნიშვნელოვანი რომ 3 ხმაში 4 ხმაში ხანდახან 8 ხმაში და არაჩვეულებრივი სოლო კონცერტი გქონდათ ძალიან დიდი მადლობა მხოლოდ ქართულისთვის იმიტომ რომ არა ზვიადი ეს პროექტი არ შეიძლება რომ არა თქვენ მე არ ვიქნებოდი ნუ ეს ხა მე იმაში ვარ მაგარი რომ ვიცი ვინ რისი გამკეთებელია მხოლოდ ამაში ვარ მაგარი მეტი არაფერი მე რა გონია რომ ეს ცოტა ეს არის საწყისი ჩვენ ქვეყანაში მაგისთვის ილანძღებიან ეს არის საწყისი მადლობას არავინ არ ეუბნება ეს ბირთვი ეს მე რაღაცნაირად იშლება იცი და ცალ-ცალკე იმიტომ რომ მე სულ მინდა მაკა მაყურებელსაც აუხსნა და თქვენ ჩვენივრად იცით რომ გაგვეკეთებინა ჩვენ მხოლოდ ქართული გიტარით, აკუსტიკური გიტარით, როიალთან და დაღამებ არაფერი არ მოხდებოდა. ასე მღერის ყველა ოჯახში ყველა. აქ უნდა ყოფილიყო რაღაც ახალი სიტყვა, ახალი მიმართულება ის, რასაც იღებს. კი გაგაწვალეთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. ზვიად შენი გეგმები. ჩემი გეგმები. სხვაგან არსად არ გაგიშვებ. სხვაგან არსად არ გაგიშვებო, მაგრამ ახალ წელს გაქვთ თუ არა დაგეგმილი კონცერტი, სადაც შეიძლება რომ აი ეს არაჩვეულებრივი კომპოზიციები მოვისმინოთ და მოვიდეთ და ბავშვებთან ერთად არა სამწუხაროდ. თუმცა ალბათ მივიდეთ. ნუ თავარი საქმიანობა არის კაპელა მისთვის ახლა და ყველაზე მნიშვნელოვანია. კაპელაში გახდება. კაპელას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული 2 გასტროლი, ერთი სტრასბურგში, მეორე ბაქოში, სოლო კონცერტებით. სტრასბურგში გავხსენით ფორუმი და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა გავხსენით სხვა შორის საკმაოდ საინტერესო კომპოზიციით. იგივე კომპოზიციით, რაც ახლა გაჟღერდა აქ, თუმცა ახლებურად დანახული იყო, ჩემივე არანჟირებით იყო. ჯორჯიან სიქსთან ერთად იყო და კიდევ გადავამუშავე ლალე, ქართული ლალე, რომელიც რაღაც ქართულ საცეკვაო მოტივებთან შევაჯვარე. ეს ძალიან საინტერესოა. ჭიბონი ჩავრთე, აგრეთვე როგორ მინდა მხოლოდ ქართულში იყო. დუდუკის ჩართულობა იყო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს ჩვენი გასტროლი. ხო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვერსიებს ამბობ. აი ესეთი სინთეზი, ხო? უცებ რაღაცნაირად ძალიან ისეთ გინდება რომ მოусმინო რა, როგორც კი ამას აანონსებ. ირაკლი მკიცის მე რა მოვბოდე ამას წინა და ისე მენიშნა ახლა ამან რო თქვა რომ ესე იგი არიან ადამიანები რომელიც რაღაცა პარალელურად კი, რა თქმა უნდა. ფიქრობენ ერთი და იგივეს. ნუ არ ვიცი. ეს დავტოვოთ 2020 წლის. დავტოვოთ 2020-ისთვის და თავარია რომ წელს დაისვენო ზვიადმა შექმნას თავის მუსიკალური ნაწარმოები, დრამა მუსიკალური, როგორ მიდის მათ საქმე. ორი სიტყვით რომ მოვასწროთ. ბევრ რამეზე ვმუშაობ ერთად, მუსიკალური დიდი ფორმის ნაწარმოები. ხო, ნამდვილად ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ აი იმას, რასაც მთელი ცხოვრება დაუშვათ დაუთმე, სამწუხაროდ ვერ დროის გამო და ბევრი სხვა ფაქტორების გამო. დრო, მეტი რა გავაკეთე. ვერ ვახორციელებ, ამიტომ ძალიან მინდა რომ დაუთმო დრო. საკომპოზიციო კუთხით ვიმუშაო უფრო მეტად. ძალიან დიდ დრო მიაქვს, რა თქმა უნდა, გუნდთან მუშაობას, კაპელასთან მინიმუმ 4-5 საათი. ბავშვებთანაც დიდი დრო მიდის, ასე რომ სახლში მრჩება 12 საათის მერე დრო იმისა, რომ ვიფიქრო მუსიკაზე. წელს შენ უნდა დაამთავრო ის შენი
მაქვს ბევრი დიდი ფორმის ნაწარმოებები დასამთავრებელი და ბევრი რამეა თავში. ალბათ დავაანონსებთ ერთად და აუცილებლად და მე ასე მინდა რომ ყველაფერი აქ დაანონსდეს და ახალი ამბებიც აქ იყოს. ეხლა მითხარი რა გინდა შეგვისრულო? სპირჩუალს იქნება ეხლა, სადაც ჩვენ მარტო მხოლოდ ქართულზე კი არა ვართ გაგიჟებული. ყველანაირ შედევრზე გაგიჟებული ვართ. და თან ეს არაჩვეულებრივი ბავშვები ისე ასრულებენ, რომ და მიყავხარ პირდაპირ. ეს არის დიდი ტალღებზე ესეთ გახტონავებენ. ქართულში წავიყვან რამოდენიმე ცოტა. ვანცა გახდა სოლისტი წინა კომპოზიციაში, ეხლა ქრისტინე იქნება სოლისტი. შევასრულოთ? ხო, იცი რა, ძალიან დიდი მადლობა. შენ მე მინდა ჩვენ მაყურებელს დამდეგი ახალი წელი მოვულოცოთ და მართლა ბედნიერება უსურვოთ ყველას და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც მინდათ მოგეფეროთ აქედან და ძალიან ესეთი მაჟორულ ნოტაზე დაგემშვიდობოთ. არ ვიცი რის შესრულებას აპირებს კაპელა, მაგრამ მაჟორული, აი, მაჟორში ვართ, აუცილებლად უნდა ვიყოთ მაჟორში. ძალიან მიყვარხართ ყველა მართლა გულწრფელად. იცით რა არის? სულ ვამბობ ამას ყველა ჩემ გამოსვლაში, ყველა ჩემ ინტერვიუში, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. სიყვარული, გულწრფელი, ნამდვილი, ძლიერი, როგორიც არის კარგი მუსიკა. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ. ამ მართლაც რომ მაჟორულ ნოტაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ 5 იანვარს დაგიბრუნდებით. ახალი საინტერესო ამბებით დაგველოდეთ ბედნიერად. ხო, ზვიად. მადლობთ. ტონი გვინდა. Sit down, servant, I can sit down. Sit down, servant, I can sit down. Sit down, servant, I can sit down. My soul's so happy that I can sit down. Sit down, servant, I can sit down. Sit down, servant, I can sit down. Sit down, servant, I can sit down. My soul's so happy that I can sit down. Boom. That you promised me, promise me a long white road, and I go yonder and fetch me a pair of shoes, face them on my servant feet. Now, servant, you sit down. Sit down, servant. Sit down, servant. I can sit down. Sit down, servant. I can sit down. Sit down, servant. I can sit down. My soul's so happy that I can sit down. Sit down. I can sit down. Sit down. Yes, Lord, but I can sit down. Sit down. I can't sit down. My soul is so